ბატონებო და ქალბატონებო, აი ამ დღეს ალბათ ნახევარი საქართველო ელოდებოდა. ყოველ დღე ასობით ზარი შემოდის ციხეებიდან, პატიმრებიდან, რომლებსაც ჭირდებათ იურისტი და ადვოკატი. ბევრი ზარი შემოდის აჭარიდან, იმერეთიდან, თელავიდან, გორიდან, მცხეთიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ 18 თებერვლიდან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დაჭირდება იურისტი, ვისაც დაჭირდება ადვოკატი, 30 ადვოკატიდან შემდგარი ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მართალი ადამიანი არ დაიჩაგროს. თქვენ იცით ყველამ ყველაფერი და ამიტომ ახსნა არ უნდა. ადამიანი, რომელიც არის მართალი, მას ჭირდება სიმართლე. ამიტომ დებენ თქვენთან იმ ხელშეკრულებას. ჩემი თხოვნაა და მოთხოვნაა, რომ და დარწმუნებული ვარ და ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ არავის არასდროს არ გაურიგდებით. ჩვენ გაურიგდებით მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს. თქვენ ხართ კვალიფიკაცია მიღებული იურისტები, ადვოკატები და თქვენ ხართ არჩეული ათასობით ადვოკატი და იურისტებისგან და ამას კიდევ ერთჯერ მოგილოცავთ. მოდი, ხვალიდან ნებისმიერ საქმეზე არ აქვს მნიშვნელობა რა რთული საქმეა, წარსულის, დღევანდელის თუ როგორც წარმოგიდგენიათ, ჩვენ მზად ვართ და ამ ტელეფონის ნომრებს ჩვენ ხვალ უკვე ჩვენ საიტზე დავდებთ. მოდი სიტყვა მივცეთ ქალბატონ ირინას. რა სიტყვი ქალბატონ ირინა, ჩვენ მზად ვართ მთლიანი გუნდით. ბატონო გელა, ჩვენ მზად ვართ მთელი გუნდით, გავამართლოთ თქვენი იმედები და შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მოსახლეობის იმედებიც გავამართლოთ. სიტყვა გადავცემთ ძალიან ახალგაზრდას ქალბატონ მარიამს. დიდი მადლობა ბატონო გელა, თამამად შეგვიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი საქმე, რომელიც სამართლებრივ მხარდაჭერას მოითხოვს, აუცილებლად ჩვენთან ერთად იქნება წარმატებული და მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა წამოიწყოს ეს ადამიანმა მხარდამჭერი იურისტების გარეშე. ქალბატონო ანა. მოგესალმებით პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურეობას ნებისმიერი სამართლის მიმართულებით, როგორც წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში, ისე საგამოძიებო ორგანოებში, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თქვენი უფლებები. ქალბატონები დამთავრდა როგორ? ქალბატონებს ვისაც სურვილი ჰქონდა თქვენს, ბატონო ოთარ, რა სიტყვით? თავდაპირველად მოგესალმებით და გისურვებთ, რომ წარმატებულად ემსახუროთ თქვენს კომპანიას, თქვენს საქმიანობას და იმ უმთავრეს და აბსოლუტურ სიკეთეს, რომელსაც ადამიანი ჰქვია და ადამიანის უფლებების დაცვას. გისურვებთ წარმატებას. ჩვენ გინდა სიტყვა გადავცეთ, შემაჯამებელი სიტყვა, ერთი წუთი დრო გადავცეთ სიტყვა ქალბატონ ქეთევანს, ვინაიდან ქეთევანმა თავის თავზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო და ჩვენ გვინდა წელზე გადავტეხოთ ის, რომ ვიღაცამ თქვათ ოჯახურ ძალადობაზე ძალიან დიდი პრობლემები აქვს ქვეყანაში და ჩვენ 100%-ით აი ამ კუთხითაც გავამახვილებთ ყურადღებას და ნუ რავის, ნუ გონია რომ თუ ვიღაცა მამაკაცს უჩივლებს და რაღაცა კანონების გამო მას დავაჩაგრებთ. მთელი ჩემი გუნდი იბრძოლებს იმისთვის, რომ არც მამაკაცი დაიჩაგროს ამ ქვეყანაზე და არც რა თქმა უნდა ქალბატონი. სიტყვას გადავცემ კომპანიის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთევანს. დიდი მადლობა. სამწუხაროდ საქართველოში უფრო ხშირად და უფრო მძიმე ფორმებით გავრცელებულია ქალებზე ძალადობა, რაც არის ყოველად რა ვიცი წარმოუდგენელი და ჩემთვის პირადად ყველაზე მძიმე დანაშაულებებს შორის, მაგრამ დგება ხოლმე რაღაცა მომენტები და ზუსტად ეხა ქონდა ესეთი ფაქტი, რომ დაზარალებულია მამაკაცი. მასზე არ უძალადიათ, მაგრამ მას ბრალად ედება ძალადობა და რეალური მიზეზი, როგორც გამოვლინდა გამოძიებიდან გამომდინარე და დაადგინეს, არის ამ ჩივილის მიზეზი არის ამ მამაკაცისთვის ქონების წართმევა. ამიტომ თუ ვინმე ხართ, ვისაც
ასე დაგერღვათ უფლებები, მოძალადეთ შეგრაცხეს, თქვენი რეპუტაცია შეილახა, დაკარგეთ ქონება, შეგიძლიათ მოგმართოთ, მართალია, რომ ქალებზე მოძალადეებს ჩვენ მკაცრად, ასე ვთქვათ, ვექცევით, მაგრამ როდესაც თქვენ თვითონ ხართ ესეთი ქონებრივი და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ნებისმიერ სიტუაციაში. და მე ესე ვიტყოდი, არის ძალიან ბევრი ადამიანი მართლა ცოდვა, რომელსაც ბოდიში აი ამ სიტყვებით, მაგრამ ძალით რომ უჩალიჩებენ. აი ეს არ უნდა იყოს საქართველოში და ამიტომ თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ სიმართლე დაზუსტდეს და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ სახელმწიფოს და პროკურატურას და სასამართლოს. დღევანდელი დღისთვის მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. აი ამ გუნდის შეკრებისთვის ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა ერთ-ერთმა მოადგილემ, ქალბატონმა მარიამმა და მე მარიამს პირადად თქვენი სახელით დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. 2-3 თვის განმავლობაში ამდენი ადამიანიდან არჩევა ძალიან ძნელი იყო და თქვენ ეს მოახერხეთ. რას ეთქვით საზოგადოებას? პირველ რიგში გისურვებთ წარმატებებს, მართლა ძალიან ბევრი კანდიდატებიდან არჩეული კადრები ხართ, ასე რომ თქვენ ჩვენი იმედები უნდა გაამართლოთ. ბატონმა გელამ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო ამ კომპანიაში და თქვენი იმედი აქვს, უნდა იყოთ ყოველთვის მართლები, რასაც შეპირდებით აუცილებლად უნდა შეასრულოთ და თქვენი მთავარი მოტივიც უნდა იყოს ღირსება, ნამუსი და სინდისი, რაც ბატონი გელა ამას ხშირად გვასწავლის ხოლმე ჩვენც. დიდი მადლობა, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ და ჩვენ კომპანიაში უკვე ხვალიდან ჩვენ ტელეფონის ნომრებს გამოვაცხადებთ და მთელ საქართველოს მასშტაბით პატიმრებზე, ვინც არის დღეს დაკავებული და არიან ციხეში, მათთვის მთელი კონსულტაცია იქნება უფასოდ. და ერთ-ერთი ჩვენი ამ თავშეყრის მიზეზიც ეს არის, რომ ადამიანები, რომლებსაც შვილები ყავთ, მეუღლე ყავთ, ოჯახი ყავთ, უნდათ რაღაცა კუთხით დახმარება, არა აქვს საშუალება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანაზღაურების გარეშე კონსულტაცია გაუწიოთ. როგორც მარიამს, ისე მათეს, ისევე ქალბატონ ქეთევანს და მთლიან ჯგუფს დიდ მადლობას გიხდით. კიდევ აცხადებ, მთელი საქართველოს მასშტაბით ვმუშაობთ. ძალიან მალე ჩვენი ოფისი იქნება ბათუმში და შემდეგ რა თქმა უნდა ქუთაისში. დიდი მადლობა ნდობისთვის და გისურვებთ წარმატებას.